აქციაზე რო კალბასს ეღედი და შეწვავ, აი ეგეთი გემო აქვს. გამარჯობა პატარებო, გამარჯობა უფროსებო. მიუხედავად იმისა, რომ დანიელს ცოტა ცხვირი მაგიდასთან აქვს ჩამოშვებული, იმიტომ რომ პიცა არ უყვარს, დღეს დავაგემოვნებთ პიცას. და ვნახოთ რა გამოვა. რონის პიცა, დომინო და დირომა. დანი, ეხლა მე შენ მოგცემ. და დაიწყე და მე ორ სიტყვას ვიტყვი რა არის ეს რა? აი ბაშ შედა შეჭამო მე გავსინჯო. არა, შენ შეჭამე, მიდი. ყველა კი მეც გავსინჯო. ყველა არის პეპერონი, ერთი და იგივეა. შემაგენ და სხვადასხვა იმიდან არის. სხვადასხვა პიცერიიდან არის გამოგზავნილი, გამოძახებული ყველა. შემადგენლობები ერთი და იგივეა, პეპერონია აბსოლუტურად ყველა. მიდი, მამა, გასინჯე. რაც შეეხება ფასებს დაახლოებით ერთი და იგივეა. ყველა 20 ლარი და პლუს 2 ლარი, პლუს მინუს 2 ლარი ხის, მაგრამ დირომა არის 26 სანტიმეტრი. არა, დომინო არის 26 სანტიმეტრი, დირომა და რონის პიცა არის 33 სანტიმეტრი. წარია? ხო. ნუ ნახოთ. ეს არ შეჭამო, ბიჭო, წარია. შევჭამ და ვნახავ, აბა. თუ თეფშზე დაიდე და კონდეს მანდ. აბა ვნახავ. ბიჭო, წარია. ეს არის რონის პიცა. ეს მართლა ძალიან მწარე არის. თვითონ პეპერონი არის იმდენად მწარე, რომ აი არ ვიცი რა. მაგრამ ეს თვითონ კაია. ცომი და ყველი კარგია, მაგრამ პეპერონი არის იმდენად მწარე, რომ არ ვიცი რა. ცოტა ძნელი საჭმელი არის მოკლედ და. დანი, რა სიტყვი ამ პიცაზე? შეფასება რო ვთქვა რა? 1. 1, 5 და 10, ანუ ამ პრინციპით ვადარებთ ერთმანეთს, საშუალო, ცუდი, კარგი. დანი, შენთვის? 1. ერთიანი. ჩემთვისაც ერთიანი იქნება ეს პიცა, ძალიან მწარე არის და შენ გადაიდე თეფშზე. არ მოგწონს. მე როისა, მე მარტო. გადავიდეთ ახლა დომინოს გასინჯვაზე. ეს მოდი აგეთ დავაბრუნოთ დანიელ. და დომინოს პიცა გავსინჯოთ, ახლა როგორ იქნება? მოვნახოთ. არის დომინო. აბა მიდი. დომინო რატო? ესეც იგივე პეპერონი, უბრალოდ როგორც გითხარით, ფასი იგივე, ზომა რამდენიმე სანტიმეტრით ნაკლები. ანუ ფასში ძვირი გამოდის უფრო. დანიელ გასინჯე და მითხარი, აბა რას ფიქრობ ამ პიცაზე? ესეც მწარე ხო არ არის შემთხვევით? რა ვიაბა? ეს ნორმალურია, ხო? დომინო ბევრად უფრო გემრიელია. შედარებაც არ არის პეპერონი, ხო ბევრად უფრო გემრიელია, დანი, შენ რას თქვი? რა ჩემი აზრით 10. 10-იანი? ხო. ძალიან გემრიელია, ხო? მეც ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან კარგი აქვს. პეპერონი მწარე არ არის, ყველი ნორმალურად აქვს. ცომიც და მთლიანობაში მოკლედ ძალიან გემრიელია. მეც ამ პიცას დაუწერდი 10-იანს. მეც მომეწონა. დანი, ეხლა იცი რა უთხრათ? სანამ შემდეგი პიცის გასინჯვაზე გადავიდეთ, ანუ პიცა დირომას სანამ გავსინჯავთ. შენ რო თქვი გახსოვს 500.000 გამომწერი გვინდა რო ყავდესო? არა, ჯერ ბადავდე, სანამ ვიტყვით მაგას. ბადავდე და ნაიქო. მაგი უნდა მეთქვა, ანუ ნახე, 500.000 გამომწერი ხო გჭირდება. რა უნდა გააკეთონ იმისთვის რომ ყავდეს? უნდა დაალაიქონ ვიდეო და გამოიწეროთ არხი და კომენტარებში დაგვიწეროთ რა გავსინჯოთ. კი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ ესე აჭარული ხაჭაპური. დღეს რისი გამოძახება გინდოდა შენ? აჭარულის დღეს. მაგრამ არ გამოვიდა, ხო, დღეს გადავწყვიტეთ პიცის გამოძახება, მაგრამ დაგვიწერეთ შემდეგისთვის რამდენად კარგი ვარიანტი იქნებოდა აჭარული. თქვენ გამოიძახეთ თუ მოგეწონებათ რავი. კარგი, გითხრა ხო მოეწონებათ თუ არა? ეს არის პიცა დირომა. პიცა დირომას ახლა გავსინჯავთ. კარგად კი გამოიყურება. კარგად გამოიყურება, სხვათა შორის ვიზუალური თვალსაზრისით პიცა დირომა გამოიყურება ყველაზე უკეთესად ამ სამი, ხო? მაგრამ ვნახოთ ახლა გემო როგორი იქნება, აბა დანი მიდი. ბიჭო, ისე კი აღავიეჭა. არ ვიცი, ჩემი აზრია. ეს არის პიცა დირომა. პეპერონი არის ორ ნაბიჯში, აქციაზე რო კალბასს ეღედი და შეწვავ, აი ეგეთი გემო აქვს. არა, მწარი არ არის. აი ისეთი გემო აქვს, ორი ნაბიჯის კალბას როგორი გემოც აქვს. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცებს ძალიან გიყვართ, მაგრამ ეს არის ჩემი აზრი. დანარჩენი ორეგანო აქვს, ესეც ზედმეტად ბევრია. ორეგანო სხვადასხვა შემადგენლობა ზუსტად ერთი და იგივეა ყველასი, იქ ზედმეტად არ მიგრძნია. აქ ორეგანო ძალიან იგრძნობა. შენ რამდენს ფიქრობ, დანი? რავი, მე ვფიქრობ, რავი.
11. არა, მამი, ან ერთიანი, ან ხუთიანი, ან 10-იანი უნდა დაუწეროთ. ამას ერთიანი დაუწერე შენ, ამას 10-იანი დაუწერე და ამაზე რამდენს ფიქრობ? რამდენი? ან 1, ან 5, ან 10. მოდი ესეც 10. 10-იანი ესეც? ჩემთვის ერთიანია, მოკლედ, ყველაზე მეტად ერთიანია, ანუ რონის პიცაზე მეტად ერთიანი არის პიცადი რომა ჩემთვის რა. საბოლოო ჯამი გამოვიდა ესეთი, რონის პიცა ჩემი აზრითაც ერთიანი და დანიშნული აზრითაც ერთიანი, ხო ეგრეა? ხო. დომინო ჩვენი არჩევანი არის, ორივე მათი დაუწერეთ. მამამ თქვა ესე, შემდეგ წებით ზოჩიო აჭარული ხაჭაპური გამოვიდა. შემდეგ ეპიზოდში გამოვიდა. შეფიქრდა. იცოდე არ მოიტყვა. არა, აი ხალხის წინაშე გეუბნები, შემდეგში აუცილებლად იქნება აჭარული ხაჭაპური და მაგრამ ერთი რო რა, არა, სხვა რესტორნიდან გამოვიძახებთ. ჩვენ ამ წუთას რეალურად ძალიან ცოტა გამომწერი გვყავს, მაგრამ თითოეულს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ პირველი ნაბიჯები იმ ჩვენი ბიზნესისკენ, რომელიც მე და დანიელს გვაქვს, ხო დანი? მანამდე დანაკით. იმიტომ რომ ჯერ ძალიან ცოტა გამოვწერი ყავს და მინდა რომ ამოიყვანოთ 5000. 5000 ვთქვით თუ 500? არა, 500. 500 ჩვენი საბოლოო შედეგი არის. რა რისი მიზანიც გვაქვს. მაგრამ ჯერ 5000-ზე ვიფიქროთ, ხო? მაგას შეჭამ? ხო. ვერ ცოტა გაცივდა. ცოტა გაცივდა, ხო, იმიტომ რომ უკვე საკმაოდ რო გავიდა, რაც გამოვიძახეთ, მოკლედ საბოლოო ჯამი ესეთი არის. რონის პიცა, ჩემი აზრით 1, პიცადი რომა 10 და პიცა დომინო 10 და პიცადი რომა 1 ჩემი აზრით და დანიელის აზრითაც იგივე, უბრალოდ რატომღაც დანიელს ძალიან მოეწონა. გამოვთარჯერაქე დანიელს ძალიან მოეწონა პიცადი რომა და კიდე მიირთმევს. მოკლედ, ჩვენი შეფასება პიცასთან დაკავშირებით ეს იყო. დანი, დღეს დავასრულოთ. ის არ გვიქვია რომ ვიგავიდა პირველზე. პირველზე გავიდა დომინო, იმიტომ რომ ორივე დაუწერეთ 10. მაგრამ შენ ამას 10 დაუწერე, ხო? ამ ორ შორის რომელი გირჩევნია? აა რონის პიცა გირჩევნია, პიცადი რომა გირჩევნია? დანიელის აზრით მოკლედ პირველ ადგილზე გავიდა პიცადი რომა, ჩემი აზრით დომინოს პიცა. კაი, მოდი შენ იყოს ეს ჩემი. ხო, ჩემი ეს არის, შენი ეს არის და მოდი იცი რა ვქნათ? ვინც გვიყურებს, თუ გასინჯული აქვთ, დაგვიწერონ რომელი ჯობია მათი დემონებით, პიცა დი-რომა თუ დომინო. და რა უფრო გებრიელი. რა თქმა უნდა. ეხლა დღევანდელი ეპიზოდი ამით დავასრულოთ და შემდეგი შაბათისთვის აჭარული ხაჭაპურით დავიგეგმოთ, ხო? ოკეი, და. აბა კარგად ეკავით და იმშვიდობენ. კარგად, ბაი ბაი.